ნინო ხელაძე წარმოგიდგენთ. ოპოზიციის მიერ არაეფექტურ მუშაობაში დადანაშაულებული ავთანდილ ბერიძე თანამდებობაზე რჩება. დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მის გადაყენებას კენჭი უყარეს, თუმცა პროცესში უმრავლესობის არც ერთმა დეპუტატმა მონაწილეობის მიღება არ ისურვა და იმპიჩმენტის დაყენების საკითხს ფარსი უწოდა. დღესვე უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატებმა ძალაში დატოვეს მოთხოვნა, რომ მთავარი სპეციალისტი, სტილისტ რედაქტორი პროფესიით ფილოლოგი იყოს. შესაბამისად პოზიციაზე შესაძლოა კონკურსი თავიდან გამოცხადდეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე კენჭისყრაში უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს მონაწილეობა არ მიუღია. სხდომაზე დამსწრე 21 დეპუტატიდან საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააფიქსირეს. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა დეპუტატების გადაბირებას წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ და პოზიციებს საარჩევნო ყუთთან გამოხატავდნენ. გადაწყვეტილება იმისთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობას არ მიიღებს, ზუსტად ადასტურებს იმას, რომ მათ უმრავლესობაშიც არსებობს პრობლემები და მე ვურჩევ ჩემ კოლეგებს თბილისში ჯგუფ-ჯგუფად სიარულს, აგერ ქონდათ საშუალება, როგორც ბაციკაძემ თქვა, ბურთი დამოედანი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ვინ იყო ეს 4 ადამიანი, ახლა ნამდვილად არ შემიძლია რომ დავასახელო, მაგრამ ნამდვილად არსებობს. არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ერთიანი იქნებოდნენ ამ გადაწყვეტილებაში, ამ მხარდაჭერის კუთხით და გადაწყვეტილება, თქვა, თუ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობა, შედეგი იქნებოდა სხვანაირი. ამიტომაც გაკონტროლების საუკეთესო ვარიანტი იყო ყველასი, რომ არავინ არ მისულიყო კენჭისყრის მაგიდასთან, ანუ არავის რაღაც ალბათობის თაც არ დაეშვათ, რომ შეიძლება ვინმეს რაღაც სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. ნაციონალური მოძრაობის ფარსს უწოდებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, რაშიც მონაწილეობის მიღება არ ისურვეს. ერთხელ შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ ამ თემაზე და თავიდან რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ამ ფარში მონაწილეობას არ მივიღებთ. ახლა 4 ადამიანი, 7 ადამიანი, ეს ყველაფერი არის манипулირება. ძალიან რთული საკითხი იყო იმ ავადსახსენებელი ჯგუფთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა თემები მათ არ აქვს. პირადად მათ მოეკითხათ მიხეილ სააკაშვილისგან შეძენილია 100 მილიონი ლარის ღირებულების თვითმფრინავი და კომფორტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიქმნა წლების განმავლობაში მისთვის. ისინი ყოველთვის იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებიდან მოხვდნენ ოპოზიციაში და არ იციან რას ნიშნავს ოპოზიციონერობა. ასეთი უსუსური საკითხის დასმა დასრულდა კრახით, როგორც უნდა დასრულებულიყო. საკანონმდებლო ინიციატივების არ ქონა უკვე მომზადებულის განუხილველად დატოვება, საქართველოს პარლამენტთან არაკოორდინირებული მუშაობა, თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი ქცევა ჟურნალისტებთან და კოლეგებთან, აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისას ერთპიროვნული და უკანონო გადაწყვეტილებები. უმცირესობამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა ამ არგუმენტების გათვალისწინებით მოითხოვა, თუმცა ავთანდილ ბერიძისთვის ოპონენტების არგუმენტები და შეფასებები სასაცილოა. ზეწოლა რას ქვია, მეგობარზე მქონდა მეზეწოლა? თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენი გუნდი მეგობრების გუნდი არ არის? დარწმუნებული შედეგში და ამიტომ შესთავაზეთ, რომ საერთოდ და რატო არ ვიყავი დარწმუნებული, ჩემი მეგობარი არ მომცემდა ხმას, თქვენ ასე ფიქრობთ? ძირშივე მცდარია თქვენი მოსაზრება. ჩვენ გუნდი 13 კაცი ვარ, ძალიან მყარი გუნდი. გარწმუნებთ ამაში უკვე წელიწად ნახევარია. ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხს დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ამ ეტაპზე თუ კითხვა დაესვა და თან ოპონენტი ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ეს საკითხი ასე დაესვა, ჩვენ ვფიქრობ, რომ დავაჩვენოთ ერთიანობა. უმაღლესმა საბჭომ დღეს ვერც აუდიტის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნის საკითხი გადაწყვეტა. ამ შემთხვევაშიც კირტავას მხარი უმცირესობის 8 წევრმა დაუჭირა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღესვე გადაწყვეტა, რომ მთავარი სპეციალისტი, რომელიც სტილისტ რედაქტორი იქნება, პროფესიით ფილოლოგი უნდა იყოს.